იმ ფონზე, როცა ქვეყანაში არის კრიზისი და დაბალი პოლიტიკური ნდობა, მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც გული შესტკივა დღევანდელ რეალობაზე და ფიქრობს ქვეყნის მომავალზე, რომ გაერთიანდეს ჩვენთან და საბოლოოდ შევქმნათ ისეთი მოდელი, რომელიც ეფუძნება პრინციპს, ქვევიდან ზევით პრინციპს და ჩვენ ხალხმა გადავწყვიტოთ და ვუყარნახოთ პოლიტიკურ ძალებს ის, რაც რეალურად ჩვენ გვჭირდება და ეს პირველ რიგში არის დემოკრატიული ღირებულებების აღდგენა, დემოკრატიულ გზაზე სვლა და ევროპულ რელსებზე დაბრუნება ქვეყნის. ეს არ არის, ასე ვთქვათ, ახალი ველოსიპედი, არის დაფუძნებული სხვადასხვა დასავლურ და აღმოსავლურ ევროპულ ქვეყნების გამოცდილებაზე, რომელსაც ჰქონდა მსგავსი კრიზისული ვითარება. არ ჰქონდათ პოლიტიკურ პარტიებს საჭირო ნდობა საზოგადოების და იყო პარალელურად სხვადასხვა სახის კრიზისი. იყო რუმინეთში, იყო ლიეტვაში, იყო მსგავსი შემთხვევა ჰოლანდიაში და ასე შემდეგ. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ყველა მაგალითი გავიაზროთ და გადმოვიტანოთ ქართულ რეალობაში, იმიტომ რომ იქ სხვა ვითარება იყო, დღეს ვფიქრობთ, რომ უფრო საკმაოდ სიღრმისეული კრიზისია ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ ეს ყველა გამოცდილება უნდა გადმოვიტანოთ აქაურ რეალობაში, მოვარგოთ აქაურ სისტემას და შემდგომ დავიწყოთ მოქმედება. მაგრამ ეს არაფერი არ გამოვა, თუ ამაში ფართო საზოგადოება არ ჩაერთვება. ეს ყველა ჩვენის პასუხისმგებლობაა. რეალურად ეს ახალი მიდგომა ქართული საზოგადოებისთვის, რომელიც აუცილებლად გულისხმობს თვითონ ამ საზოგადოების წევრების ჩართულობას, შემდგომ ვექტორს გაავლებს ყველანაირი პარტიული თუ არაპარტიული პოლიტიკური აქტორებისთვის, რაც არა მარტო დღევანდელ კრიზისს აგვარიდებს, გადაგვაჭრევინებს, არამედ სამომავლო პოტენციურ საშიშროებებს და კრიზისებს თავიდან აგვარიდებინებს ამ სისტემური და საზოგადოებრივი ჩართულობის მექანიზმებით.